ტრაგიკულად დაღუპული ქართველი სპორტსმენი ბაკურიანში ქრისტეშობის სახელობის ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. ნოდარ ქუმარიტაშვილის დაკრძალვაზე საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და მთავრობისა და პარლამენტის წევრები საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების ფორმით იმყოფებოდნენ. ქართველი ოლიმპიელი უკანასკნელ გზაზე უამრავმა ადამიანმა გააცილა, როგორც მისი მეგობრები, ადგილობრივები და სამძიმარზე ჩასულები ამბობენ, ეს არა მარტო ოჯახის, არამედ მთელი საქართველოს მწუხარებაა. მოამბის კორესპონდენტი ნიკა მოლოდინაშვილი იმყოფება ბაკურიანში, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში ისაუბრებს. ნიკა, გისმენთ. ნოდარ ქუმარიტაშვილს დღეს არა მხოლოდ ბაკურიანელებმა, არამედ მთელი საქართველოს წარმომადგენლებმა მიაგეს უკანასკნელი პატივის, როგორც შენ აღნიშნე, დაკრძალეს ბაკურიანშივე ქრისტეშობის სახელობის ტაძრის ეზოში. უამრავი ადამიანი იყო დღეს სამძიმარზე. მინდა გითხრათ, რომ ეს იყო ნამდვილად ძალიან ძნელი საყურებელი და მწუხარებას გამოთქვამდა ყველა აქ მოსული ადამიანი. უამრავმა ადამიანმა მიიღო უკანასკნელ მსვლელობაში მონაწილეობა. მინდა გითხრათ, რომ ის დაკრძალეს და მსვლელობა გაიმართა მისი საცხოვრებელი სახლიდან მის საფლავამდე. დაკრძალვაზე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი, მისი მეუღლე სანდრა რულოვსი, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობის წევრები და დეპუტატები. დღეს ისინი გამოწყობილები იყვნენ ოლიმპიური ნაკრების ფორმებში და ყველა ისინი დღეს ამბობენ, რომ ნოდარ ქუმარიტაშვილის სახით საქართველოს ნამდვილად ღირსეული, პერსპექტიული და წარმატებული სპორტსმენი დაკარგა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელი იყოს უკდავყოფილი. მე ვიცი, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა საქართველოს მისცა დასტური დააშენოს სპორტული კომპლექსი ბაკურიანში ნოდარის სახლში. სპორტული კომპლექსი, რომელიც მოამზადებს პატარა ქართველებს, ვინც ასახელებენ ისე თავის სამშობლოც, როგორც ეს უნდოდა ნოდარის ოცნება გაგრძელდება. დღევანდელი დღე დიდი ტრაგედია ბაკურიანისთვის, ასეთი ზუსტად ეს ადგილი, საიდანაც წავიდა ნოდარი, დიდი იმედებით და სხვათა შორის ჰქონდა ამას დიდი შანსები მედლის, როგორც მე მითხრეს და რა ვიცი, ჯერჯერობით მიმდინარეობს გამოკვლევა, გამოძიება რა მოხდა, როგორ მოხდა, მაგრამ ძალიან ძნელია ბრალი დადო. ეს კი შეგვიძლია თქვა, რომ გვინდა რომ ეს არასდროს აღარ გამეორდეს არავისთვის. ძალიან მძიმე იყო დღეს ყველა ჩვენგანი დავამშვიდობეთ სპორტსმენს, ქართველს, ვაჟკაცს, რომელსაც 10 დღის წინ შეიძლება არავინ არ იცნობდა და გაიცნო არა მარტო მთელმა საქართველომ, გაიცნო მსოფლიომ, იმიტომ რომ ის დაიღუპა საქართველოსთვის მარტო ბრძოლის ველზე არ იღუპებიან. მისი ბრძოლის ველი იყო ოლიმპიადა, მისი ბრძოლის ველი იყო ის საქმე, რაც აკეთებდა საქართველოს სახელისთვის და ის დაიღუპა საქართველოს სახელისთვის. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა დღეს უამრავმა ადამიანმა მიიღო ამ სამძიმარში მონაწილეობა. აქ იმყოფებოდნენ რიგითი მოქალაქეები და ასევე იმყოფილი ოლიმპიელები, რომლებსაც აქვთ ზოგადად ამ სპორტის სახეობასთან დაკავშირებით თავის გამოცდილება და ისინი გაკვირვებას გამოთქვამენ და რა თქმა უნდა მწუხარებას იმის გამო, რომ ამ ტრასის გაუმართავობამ გამოიწვია ასეთი ახალგაზრდის გარდაცვალება. ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელი და მისი ხსოვნა ბაკურიანის დაწყებული მთელ საქართველოში უკდავყოფილი იქნება. ყველას მწუხარება ვიზიარებთ ამ მწუხარებას. ყველა მიიტანა გულთან ახლო და ასეთი ახალგაზრდა კაცის დაღუპვა იმისათვის, რომ ტრასა არ იყოს სწორი და ნორმალური, ეს ორჯერ უკვე ტრაგედია და უფრო მეტიც. მთელი გახსნის ცერემონიალი მიეძღვნა ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებას. მერე უკვე იცით, რომ ჩვენი ოფიციალური დელეგაციაც პრეზიდენტიც იმყოფებოდა და იქ ძალიან ბევრი დისკუსია მოყვა ამას და გაშუქება ამ ფაქტის. ძალიან ბევრი ცვლილებები ნოდარის სიკვდილის შემდეგ იმ ტრასაზე, სადაც სპორტსმენებმა გააგრძელეს ასპარეზობა და ალბათ ძალიან ბევრი სიცოცხლე გადარჩა ამის შემდეგ. ყველანაირად გვერდში უდიგებთ მის ოჯახს, მწუხარებას, ძალიან ცუდად ვართ ჩვენც რა. ვარ ჩვენ შეკრება და ნამდვილად გითხრა ეს ინციდენტი რომ მოხდა, უკვე ყველანი ერთერთი ვეღარ ვარჯიშობთ ერთერთი სპორტსმენი და ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ რა. გაგვიგეთ უბრალოდ იმიტომ რომ იგივე შეიძლება ჩვენც დაგვემართოს რა. ვერთა გაანათლოს ამიჭის სახელი და სულ.
ნოდარ ქუმარიტაშვილის დაკრძალვაზე საფლავთან დღეს წაიკითხეს ასევე კანადის ხელისუფლების და ასევე მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის მწუხარების წერილი და როგორც წერილშია ნათქვამი ისინი ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ამ ტრაგიკული შემთხვევის გამო და როგორც ჩვენთვის არის ცნობილი კანადის ხელისუფლების გადაწყვეტილებით დაახლოებით 1 წელიწადში ბაკურიანში ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის სპეციალური საციგაო ტრასა აშენდება. დიდი მადლობა ნიკა მოლოდინაშვილი საუბრობდა ბაკურიანიდან პირდაპირ ეთერში. ნოდარ ქუმარიტაშვილის დასაფლავების დღეს ვინსლერის ცენტრში სპორტსმენის მემორიალი დაიდგა. გულშემატკივრებმა სხვადასხვა ქვეყნიდან ტრაგიკულად დაღუპული სპორტსმენის ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი დროშებითა და ყვავილებით შეამკეს. მემორიალის იდეის ავტორი ვინსლერის ოლიმპიური ცენტრის ხელმძღვანელები არიან. ოლიმპიადის დასრულების შემდეგ კი სპეციალური ჩემპიონების სტენდი გაიხსნება, სადაც ოლიმპიური ჩემპიონების სახელის გვერდით 21 წლის მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელსაც ამოტვიფრავენ. ქართველი ოლიმპიელის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად კანადაში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. დამცველებთან ერთად საქმე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სპეციალური ჯგუფიც იძიებს. შედეგები სავარაუდოდ ერთ თვეში გახდება ცნობილი. ნოდარ ქუმარიტაშვილი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვანკუვერში 13 თებერვალს ვინსლერის ტრასაზე საცდელი დაშვებისას გარდაიცვალა. შემთხვევის შემდეგ ვინსლერის სპორტულ ცენტრში 4 კომპონენტი შეცვალეს. დამოკლა ტრასის სიგრძე, გვერდით დამცავი ბარიერები კი აამაღლეს. ამ ტრაგიკული შემთხვევის შესახებ რომ შევიტყვე, შოკირებული ვიყავი. აქ მოვედი, იმიტომ რომ ჩემი პატივისცემა და მწუხარება გამოვხატო ახალგაზრდა სპორტსმენის მიმართ. გაოგნებული ვარ ასეთი დონის ღონისძიებაზე უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად უნდა ყოფილიყო დაცული, რომ მონაწილეთა სიცოცხლეს საფრთხე არ დამუქრებოდა.